გამარჯობა, ეს რეგაცია მაგვერდიდან და მეორე დავით კალანდია. რა დღეს უკრაინაში ხდება აბსოლუტურად ალოგიკურია ჩემთვის და ახლა მე ომს არ გულისხმობ, მეგობრებო. ომის რასაკვირველია მიუღებელია ჩემთვის. ომი საერთოდ ყველაზე ცუდი რამა, რაც კაცობრიობამ გამოიგონა და უკვე რამდენი 1000 წელია ამ საქმიანობის ერთგული რჩება. თითქოს ომით რაღაცის დამტკიცება შეიძლებაოდეს. ისე პირველი ომი კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებულა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-12 საუკუნეში. მდინარე ნილოსზე, თანამედროვე სუდანისა და ეგვიპტის საზღვრებთან, ჯებელ საბაში. ომი მომხდარა ტომებს შორის საკვების ნაკლებობის გამო. რამდენი დრო გავიდა? 32 საუკუნე და არაფერი იცვლება. და განა რატომ შეიძლება? ადამიანი 32 საუკუნის წინათაც ზუსტად ისეთივე იყო, როგორც დღესაა. ისეთივე გრძნობები და ინსტინქტები ამოძრავებდა, რაც ჩვენ გვამოძრავებს. ჩვენგან განსხვავებით მხოლოდ იმაშია, რომ მას მობილური ტელეფონი არ ჰქონდა და სველი წერტილი ედგა გარეთ. ხო, ეს უკვე დეტალებია. მე კი იმას ვამბობდი, რომ უკრაინაში ომი კი მიკვირს, რასაკვირველია, მაგრამ უკვე ისე აღარ მიკვირს, როგორც 4 წლის წინ. ჩემდა საუბედურებოდ უკვე მივეჩვი ამ ამბავს. მე სხვა რამე გამაკვირვა, ისიც ალბათ, ვინც უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებას თვალს ადევნებს, რომ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხეილ ფედოროვი თანამდებობიდან გადააყენა. ხო, ასეთი რამ ყველა სახელმწიფოში ხდება, მაგრამ მე მოსახლეობის რეაქციამ გამაუცა. დიახ, გადაყენების მეორე დღესვე უკრაინის სხვადასხვა ქალაქში დაიწყო მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ ხალხი ითხოვდა, რომ ფედოროვი არ გადაეყენებინან. აი გამოგიტყდებით, ამდაგვარი ამბავი კი ძალიან მიკვირს. ეს ამბავი ჩვენს ქვეყანას მოარგე, უпростоროდ შევეცადე მომერგო. აი მაგალითად აგვისტოს ომის დროს ჩვენს დემოკრატიის შუქურას თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი რომ გადაეყენებინა და ხალხი გარეთ გამოსულიყო, ასეთი რამ ვინმეს თუ შეუძლია წარმოიდგინოს. ახლა პიროვნებებს არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, მიშა, გრიშა თუ ედიკა, ეს არაა მთავარი. მე თვითონ მოვლენას გულისხმობ. თავდაცვის მინისტრის გადაყენებას რატომ უნდა მოყვეს ხალხის პროტესტი? ვერ წარმომიდგენია. თავდაცვის მინისტრი ვინ არის საერთოდ? ანუ რა ფუნქციები ეკისრება მას? ის მხედართმთავარი არაა. მას ჯარი ბრძოლაში არ მიყავს. ის უფრო მენეჯერია, და ამ 9 წლის განმავლობაში, რაც ფედოროვი მინისტრი იყო, ხალხის ასეთი რა სიყვარული დაიმსახურა, რომ მის გადაყენებას აპროტესტებენ. ან როგორ დაიმსახურებდა თავდაცვის მინისტრი ხალხის სიყვარულს, ან რატომ? და მაქვს ეჭვი, რომ ეს პროტესტი, როგორც მსოფლიო პროტესტების 99% არის მართული. რამდენიმე უკრაინელმა ანალიტიკოსმა თქვა, რომ ეს პროტესტები სოროსელების მოწყობილი ყოფილა. ანუ სოროსელებისთვის ფედოროვი რაღაცით ხელსაყრელი იყო. ძალიან ჩახლართულია სიტუაცია უკრაინაში. თუ კი სოროსელები აკონტროლებენ და მართავენ საპროტესტო აქციებს, თანაც ცხელი ომის დროს. ახლა მე ჩემი წესდებით ხვის მონასტერში ვიჭრები, მაგრამ ჯერ ერთი უკრაინა თლაც სხვა არაა. მეორეც მე-5 წელია უკრაინის ამბებით ვიღვიძებთ, ვიზინებთ და ურთიერთობთ. ასე რომ შთაბეჭდილება მექნება, თითქოს კარგად ვიცი მათი ამბავი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეგრძნება მცდარია. კარგად მე ისიც არ ვიცი, რაც ჩემს თავს ხდება, მაგრამ ასეა თუ ისევ ვცდილობ გავერკვე და ძალიან მინდა რომ უკრაინაში ყველაფერი დაალაგდეს. ამ დაალაგებას ხალხის საპროტესტო აქციები არ ამგონია შველოდეს. წარმოიდგენია რა გახარებულია უკრაინის მტერი, ანუ კრემლი. ნებისმიერი არეულობა უკრაინაში კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს და სხვა კითხვას. მოთავე რატომ არიან სოროსელები და არა კრემლი იმ საპროტესტო აქციებისა? თუ კი კრემლს იმდენი მოხერხება აქვს, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერიოს და მართოს ის, ამას მე კი არა ტრამპის მტრები ამბობენ, დიახ, მაშინ უკრაინაში პროტესტის მართვა ხომ სრულიად მარტივი იქნებოდა რუსეთისთვის.
რაც საინტერესოა, ის უსაზიზღრესი კორუფციული სკანდალები, რაც უკრაინაში ხდება, ხალხის პროტესტს არ იწვევს. TCK-ს, ანუ სამხედრო კომისარიატების აღვირახსნილობაც არ იწვევს პროტესტს და ფეოდოროვის გადაყენება კი იწვევს. რაც ერთხელ უკვე თქვი და გავიმეორებ, მიხეილ ფეოდოროვი ეთნიკურად რუსი, როგორ ხელმძღვანელობდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, ჩემში ესეც იწვევდა გაკვირვებას. ვინმე თუ მეტყვის ფეოდოროვი ეთნიკურ რუსი არაო, არ დაუჯერე. ფეოდოროვი სრულიად რუსული გვარია, ამაზე თავს დავდებ. უნდა როდესაც ვამბობ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ძალიან გავს სამოქალაქო ომს და ამ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება მეთქი, ალბათ ესეც არაა ახალი ამბავი. და ამიტომაც თავდაცვის მინისტრის გადაყენების გამო საპროტესტო აქციების გამართვა ჩემთვის იმდენად გამაოგნებელია. არა, გამაოგნებელი ძალიან ხმამაღალი სიტყვა. იმდენად გასაკვირია, რომ სიტყვებიც არ მყოფნის. ამიტომ წავალ ახლა სიტყვებს მოუძებნი და მე კვლავ წავდგები თქვენ წინაშე. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.